უარი რადიკალიზმის და პოლიტიკის გაჯანსაღების პროცესი სარჩელი კონსტიტუციის დამრღვევი სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოშია. ადრესატმა პარტიებმა კი სტრატეგია შეცვალეს, დღეს ევროპულ სასამართლოში ჩივილით ვეღარ იმუქრებოდნენ, თუმცა დაადასტურეს, რომ უცხოელ მოკავშირეებთან ერთად მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსს მოამზადებენ. სოფო ბერიძე გვერდება. კონსტიტუციური სარჩელის პროცედურული ნაწილი დასრულებულია 88 კანონმდებლის ხელმოწერით სასარჩელო მოთხოვნა საკონსტიტუციო სასამართლოს ჩაბარდა. მე-11 მოწვევის დეპუტატები თანხმდებიან, რომ პოლიტიკაში არ უნდა იყოს იმ პარტიების ადგილი, რომლებიც მათივე საკმაოდ ვრცელი დასაბუთებით გამუდმებით იბრძვიან ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ებრძვიან ქვეყნის უზენაეს კანონს. ვინ წარადგენს ისტორიულ სარჩელს სასამართლოში, ეს მხოლოდ მას შემდეგ გვეცოდინება, რაც უშუალოდ განხილვები დაიწყება. ქვეყანა რადიკალიზმისგან უნდა დავასრულოთ, ამბობს მთავრობის მეთაური და განმარტავს იმასაც, რა შედეგს მოუტანს ქვეყანას პოლიტიკური ველის გაჯანსაღება. ამ წუთიდან ისტორიული სარჩელი ქვეყნის უზენაესი კანონის მთავარი დამცველების ხელშია. დოკუმენტი თბილისიდან ბათუმში პარლამენტის წარმომადგენელმა ჩაიტანა. პირველ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ ის უნდა თქვას, არეგისტრირებს თუ არა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო სასარჩელო მოთხოვნას. ნაციონალური მოძრაობის პარტია ახლისა და ლელოს აკრძალვაზე მსჯელობა მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. როდესაც ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხის ფლაგმანები, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულება არის, რომ როგორც თავდაცვის უნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. პირველ კანონმდებელს სჯერა, რომ ეს გზა ქართულ პოლიტიკას რადიკალიზმისგან გათავისუფლებამდე მიიყვანს. პოლიტიკურ ველზე კი გამოჩნდებიან ძალები, რომლებიც ხელისუფლებასთან ოპონირებას დემოკრატიული სივრცის ფარგლებში შეძლებენ. ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შეიქმნას დემოკრატიული სივრცე იმისთვის, რომ ყველა აზრი, იდეა გამოთქმული იქნას დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ხედავთ ჩვენ მათ შორის ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან. ასაკრძელ პარტიებში დაბნეულობა, თუ ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ გუშინ ქართულ სასამართლოს ევროპული სასამართლოთი ემუქრებოდა, დღეს ამ პარტიაში თქვეს, რომ მათი ტაქტიკა გვეცოდინება მაშინ, როცა სასამართლო განხილვები დაიწყება. მანამდე აღიარებას ვისმენთ. ახლა მათი მთავარი საქმე უცხოელი მეგობრების ინფორმირება და სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით პოლიტიკური ხმაურის გამოწვევა. პოლიტიკურ შოუს უნდა ველოდოთ ნიკა გვარამიასგან. პარტია ახლის პატიმარი ლიდერი აანონსებს, რომ ბათუმში რუსთავის ციხიდან ჩავა. ვინც ჩვენ აკრძალავს, იმათ დავგრძალავთ. ცხადია დავგრძალავთ პოლიტიკურად. აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსაჩენად. ჩვენ აქტიურად მუშაობთ ქვეყნის გარეთ, რომ შესაბამისი რეაქცია მოყვეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. თუ საკონსტიტუციო სასამართლო საპარლამენტო უმრავლესობისა და ორი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის სარჩელს დააკმაყოფილებს, აკრძალული პარტიები არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ. ეს სარჩელის მხოლოდ ერთი და კლასიკური შედეგი იქნება. რადიკალიზმის ავტორების ადგილს ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესში ვერ ხედავს. არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს. სამართლებრივ გზას ქართული ოცნება სახელმწიფო ინტერესების დასაცავად დაადგა. 13 წელია დასტურდება, რომ მართველი პარტიისთვის ნაციონალური მოძრაობა სუბიექტური პრობლემა არ არის. კი, შეიძლება ჩვენ ვიგებდეთ ყოველჯერ არჩევნებს, შეიძლება ვინარჩუნებდე ჩვენს მანდატს, რომელსაც ხალხისგან ვიღებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ გვაძლევს თავარი ამოცანის შესრულების შესაძლებლობას. ეს არის ის, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში ნამდვილი სრულფასოვანი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა და ეს პასუხისმგებლობა გამოძრავებს სწორედ. როდესაც შენ ერთადერთი ოპონენტი არის სრულად გაცვეთილი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ეს შანსებს გიზრდის მართულ პარტიას. ეს არ არის სუბიექტური ინტერესი. ჩვენ გამოძრავებს ობიექტური ინტერესი, რომ საქართველოში უზრუნველყოთ ჯანსაღი სისტემის შემოღება. სარჩელს ბევრი სხვა მიზანიც აქვს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ რადიკალიზმის დასრულება კიდევ უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდის წინაპირობა იქნება.
9.7% იყო საშუალო წლიური ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, 9.7-ის მაგივრად შეიძლება ყოფილიყო მაგალითად 12.7%, რომ არ ყოფილიყო, წარმოიდგინეთ ამ წლების განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ ყოფილიყო ეს რადიკალიზმი, რევოლუციის 5 მცდელობა, ხო, ეკონომიკაც უფრო მეტად წაიწევდა წინ, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ეს რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს მაქსიმალური შედეგების მიღწევის საშუალებას. ამიტომ ქვეყანა უნდა დავასვენოთ. ასე მე-11 მოწვევის პარლამენტის 88 დეპუტატი მიიჩნევს, ეს კი სარჩელზე ხელმოწერით დაადასტურეს. ახლა მხარეები დიდი პოლიტიკური ამბის სამართლებრივ პროცესს ელოდებიან.